მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ახლა არის 9 საათი დილის ეზოში ვარ ჩამოსული სავარჯიშოდ. დღეს დავარტყავთ კარში ძალიან ბევრს და ვისაუბრებთ მოლოდინებზე საფეხბურთო 2026 წელს. პირველი რაზეც მინდოდა მესაუბრა არის თუ ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას 2026 წელს. ჩემპიონთა ლიგას მოიგებს ან ბარსელონა, ჩემი აზრით ფავორიტი და ბარსელონა უნდა მოიგოს ჩემპიონთა ლიგა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოთამაშე ყავს შესანიშნავ ფორმაში. Rafinha, Lamine Yamal, Pedri, Gavi, ბევრი კიდე შეიძლება რომ ისე PSG-მ წაიღოს ორჯერზე დიდ, უბრალოდ ძალიან რთული ჯგუფი ჰქონდათ, მაგრამ მაინც ჩემი აზრით შეუძლიათ სრულიად ფავორიტები არიან წინა წლის PSG გავითვალისწინოთ და რეალი არასდროს არ უნდა გამორიცხო ხა ჩემპიონთა ლიგაზე, სულ შეიძლება რამე სასწაული გააკეთონ, მაგრამ შემდეგი რაზეც მინდა ვისაუბრო არის თუ ვინ მოიგებს ოქროს ბურთს 2026 წელს და ვინები არიან ფავორიტები. ჩემი აზრით 2026 წელს ოქროს ბურთს მოიგებს ან Lamine Yamal, Kylian Mbappé, ან კიდე Erling Haaland. იმიტომ რომ Lamine Yamal არის ძალიან მაგარ ფორმაში არის, მაგარს მატაობს და Kylian Mbappé კიდე ძალიან ბევრი გოლი გააქვს, რონალდოს რეკორდი მოხსნა, ძალიან მაგარი მოთამაშე არის და Erling Haaland სეზონი რაც დაიწყო უკვე 37 გოლი აქვს. ეგ არის წარმოუდგენელი რიცხვი, ეგ არის პრაიმესის რიცხვი. მადლობა ყურადღებისთვის.